მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს, როგორ იქნება ეს კვირა 16-22 თებერვლის შუალედის ზოდიაქოს ნიშანთათვის და მოდი აღვნიშნოთ, რომ შედარებით უკეთესი. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ დაახლოებით 25 რიცხვის ჩათვლით პერიოდი იქნება კარგი. რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, აქ ესე იგი მოლაპარაკებაც უკან წარმართება, იდეების რეალიზაციაც უფრო მეტად შესაძლებელი იქნება, ჯანმრთელობაც უფრო მეტად გაუმჯობესდება, განწყობაც გაუმჯობესდება და ასე შემდგომ. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს ჩვენ ამ კვირაში, კონკრეტულად რა იგულისხმება 17 რიცხვი. რა ხდება 17-ში სამშაბათს, აქ გვაქვს მნიშვნელოვანი მოვლენები ჯერ ერთი, პროლის ყოვლისა შემოდის ახალი წელი თვარის კალენდრის და მიხედვით აღმოსავლური კალენდრის და მიხედვით, ანუ შეmoდის წითელი ფერის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ცხენის წელიწადი. შესაბამისად, აი აქედან უკვე ნელ-ნელა შეიცვლება დინამიურობა, აქტიურობა ადამიანებში, კომუნიკაბელურობა, ანუ რაღაც ახალი ენერგიების შემოსვლა აშკარად გააზრებს პოზიტიურ ცვლილებებს, შესაძლებლობებს, ტენდენციებს ადამიანთა ცხოვრებაში და ასე ვთქვია, შემოდის იგი 16 საათზე 2 წუთზე თბილისის დროით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ერთმანეთს მიულოცოთ ახალი წელი უკვე მთვარის კალენდრის და მიხედვით ცხენის წელიწადის შემოსვლა და უსურვოთ ყოველივე კარგი, მაგრამ ესეც გავითვალისწინოთ ამავდროულად ზუსტად ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, ტრადიციულად ცხენი შემოდის მე-13 ახალმთვარეობაზე და ასევე ამჯერად გვაქვს ასევე მზის დაბნელება. ანუ დღე ცოტა რთულია ენერგეტიკული კუთხით, თუ მას დადებითად გავატარებ, დადებითი პოზიტიური დავუშვათ განწყობებით, სასიამოვნებათა ურთიერთობით, იუმორით, ხელოვნებით, რას უკვირია, მაშინ მთელი წელი დაგვებედება სასიკეთოდ. მაგრამ თუ ამ დღეს კონფლიქტები შეიქმნა, რაღაც პრობლემები და ასე შემდგომ, რას უკვირია, მაშინ წელიწადი მიიღებს უარყოფით ელფერს. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს სასტარტო პოზიცია, როგორ გაივლით ამ დღეს, იმიტომ რომ დაბნელებების დროს მოგესალმება ზოგიერთ ტვენი უბნელდება და აბსოლუტურად არაადეკვატური ხდება. ამიტომ 17 რიცხვი თან ცოტა ყურადღებით ხილად უნდა გავიაროთ, მაგრამ რაც შეიძლება მეტად ხალისი და დადებითი განწყობით, რათა ამ წელიწადს მივცეთ დადებითი ელფერი. ხოლო 18-ში უკვე 4 შაბათს მზე აქედან ერთი თვით გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, მეტად გააღვევს ადამიანებში ემოციურობას, გრძნობიარობას, რომანტიულობას, ინტუიციას, თუმცა ამავდროულად გააზრდიერებს ილუზიებს, ზედმეტ ფანტაზიებს, ფიქრს წარწულზე, გადამეტებულ მოდი ასე ვთქვათ თანაგრძნობას, ეს ტენდენციები რას ვქვილია აქ მეტად იჩენენ თავს. თუმცა შემოქმედებითი კუთხით პერიოდი ძალიან კარგია. ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების გამოსწორებული ტენდენციები, ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დედამიწა რადგან პოზიტიურ ენერგოველში ცოტა აუმჯობესებს სიტუაციას, თუმცა 17 რიცხვი მაინც ყველამ სამშაბათი გავიაროთ თხილით. რომ მაინც დაბნელებაა და დაბნელება ყოველთვის ცოტა მძიმე დღე აქვს 17 რიცხვისთვის, არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო არ დავგეგმოთ. შვიდად გავიაროთ ეს დღე. დანარჩენი დღეები ამ კვირისა გამოიყენოთ. მაგათად ვერძისთვის კვირა კარგია, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, მოდი ვთქვათ, მიმზიდველია, ლიდერია, ხელმძღვანელია, შეუძლია არაერთი საინტერესო იდეების რეალიზაცია, ორი მეორე 17 რიცხვის გამოკლებით. შეიძლება ახალი საქმის დაწყება, სერიოზული რეფორმაციების ჩატარება, როგორც სამსახურში, ასევე ბიზნეს სფეროში. და მოდი ამშვიდობთ, რომ თუ რაღაცა იყო თქვენი გეგმები ადრე, არ არეალიზებული იდეები და შემდგომ, აი ეს ყველაფერი ახლა ისევ აქტუალური გახდება. ასევე ამშვიდობთ, რომ ყველა თქვენს ირგვლივ მაინდამაინც არ გაიზიარებს თქვენს აზრებს, ამითვისაც მზად იყავით, მაგრამ მთლიანობაში კვირა კარგია, ხელს გვაქვს იგი მიმეორებს სიახლეებს, რეფორმებს, მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესებას და მეტი ურთიერთობა ინტერნეტთან. აი აქედან მოამშვენ თქვენთვის ინფორმაცია და აქედან შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები. ყველას კარგია თქვენთვის 20 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 18-22 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნებს და აუდებლებს, აქ ცოტა უფრო მეტად ამოვისუნთქავთ, ეს კვირა უკეთესია ვიდრე წინა კვირა. და უფრო მეტად შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ ამ პერიოდში აქტიურად, მიიღოთ მონაწილეობა რაღაც კოლექტიურ ძალისხმევაში, საზოგადოებრივ საქმეებში, უფრო პოპულარული ხდებით ამ პერიოდში. ეს პერიოდი ხელს სკობს პარტნიორულ თანამშრომლობას,
აქ მაგალითად თუ იყო რაღაც კავშირები გაწყვეტილი სასკოარულო მათ შორის ურთიერთობები ამის აღდგენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. მოდი ასე ვთქვათ, შინაგანი განახლების დრო მოდის კუროებო და თან კარგი ურთიერთობები თუ გექნა დაუშვათ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, ეს ხელში უწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და მათ შორის კარიერულ მეტაწილოს. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის ამ პერიოდში 19 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგად 17-21 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს თქვენთვისაც ეს გაცილებით უფრო მშვიდი პერიოდია და თქვენთვის ფინანსური შეიძლება ესე ვთქვათ. სხვადასხვა სახის ფინანსური დივიდენდები შეიძლება მიიღოთ. წარმატებებს მიაღწიოთ სხვადასხვა სახის თამაშებში, ძველი ვალები შეიძლება დაიბრუნოთ, ან რაღაც დახმარების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ყოველ შემთხვევაში ბონუსების, პრემიების ტენდენცია საკმაოდ მაღალია თქვენი პროფესიონალური საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ. ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. აქედან შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა გადაიზარდოს ასევე მატერიალურ კეთილდღეობაში და უცხოენების ასათვისებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ოპტიმიზმი მოემატებს თქვენში, რაც ხელს უწყობს მეტად თქვენს შემდგომ წინსვლად და წარმატებას. ყველას კარგია თქვენთვის 20 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 18-22 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბები აშკარად გამოცოცხლებიან ამ პერიოდში, ეს პერიოდი გაცილებით უკვე პოზიტიურია, ვიდრე წინა და მოდით ასე ვთქვათ, თვითრწმენა მოემატებს თქვენში. ანუ აქ შეგიძლიათ სხვათა მორალური მხარდაჭერა მიიღოთ ირგვლივ ადამიანებისგან, თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში მოემატებს, ყოველდღიური, მათ შორის რთული საკითხებით შეიძლება კარგად გადაზღვიტო და სწორად. პოპულარობა მომატულობს, ამიტომ თვითშეფასების კრიტერიუმიც უმჯობესდება თქვენი და ამასთან ერთად საერთო სიტუაცია მაინც არასტაბილურია გახსოვდეთ და ზედმეტად მოიქნებით დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. ყველაფერი ინფორმაცია გადამოწმეთ, იღავით ასე ვთქვათ, უფრო მეტად თხილი, წინ დახეთული, მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო სტაბილური და ენას ყველი დააჭირეთ. საიდუმლო დაიცავით. ნუ გათქვავთ წინ ინფორმაციას თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ და ასე შეგვიძლია. ყველას კარგია თქვენთვის 19 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 16-21 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, ნუ ყველა გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს ლომი. ამ პერიოდში პერიოდი დინამიურია, პოზიტიური შანსებით ახსოვსე, აქ ხარდაჭერას მეტად იღებთ მეგობრების მხრიდან, კოლეგების მხრიდანაც კი შეგიძლიათ არაერთი ფინანსური პრობლემა სწორად და კარგად გადაჭრათ და საკუთარი ასე ვთქვათ, მორალური და მოდით ასე ვთქვათ, ყველა სახის ფინანსური კმაყოფილებაც კი მიიღოთ და ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას ზუსტად გრძნობთ ინტუიცია მათულობს ხეთ შორის საით უბერავს კარი და ზუსტად ესე ვთქვათ, ისე მიმართავთ საქმეს, ისე მიმართავთ თქვენს ურთიერთობებს და სიტყვებს, რომ ეს იქნება ფრიად წარმატებული თქვენთვის და წარმატების მომტანი. ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებით ინჩის და უნარის გამოსავლენად. ძალიან კარგია ქორწინებისთვის, სასიყვარულო, პარტნიორული და ბიზნეს საქმიანი პარტნიორული კონტაქტებისათვის და ერთობლივი თანამშრომლობისათვის. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს მეტად სასიკეთო პერიოდი მეტად აქტიურად გავლოთ. ყველას კარგია თქვენთვის 16-21 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 18 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეს კვირას ყველა უკეთესია. წინა კვირისგან განსხვავებით სიტუაცია თქვენს ირგვლივ უფრო სტაბილური ხდება. ჩნდება რაღაც ახალი პერსპექტივების წარმოქმნის ტენდენცია, უფრო წარმატებული იქნება თანამშრომლობა, ნებისმიერი კოლექტიური ძალისხმევა. ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას ბევრი რამ იქნება მაინც დამოკიდებული თქვენს პარტნიორებზე. ამიტომ ამ პერიოდში არავითარი წინაღობები, კონფლიქტები, არავითარი კამათი პარტნიორებთან პირიქით, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ ძალისხმევა ბევრად იქნება თქვენთვის მეტად წარმატების მომტანი, თუ აქ სიტუაციებს არ დაძაბავთ. ამიტომ მეაქციათ ამას ყურადღებას. დავნიშნოთ, რომ ჯანმრთელობითაც ცოტა ყურადღებით ვიყოთ, ჯანმრთელობა უმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენ რაღაცაზე მეტად გადაღალოთ საკუთარი ორგანიზმი. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 16-20 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და 17 რიცხვი სამშაბათი რომ ყველამ თხილად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ მზის დაბნელება, ეს მე მგონი ყველამ ვიცით.
რაც შეეხება სასწორის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, პირველში პერიოდი კარგია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო პოზიტიურია. ემოციაც კი მეტად უფრო სასიკეთოა ამ პერიოდში, ემოციური განწყობა და პარტნიორების ხოჭვის მაქსიმალურად გვერდით უდგანან და მაქსიმალურად გეხმარებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ის პერიოდი, რომლის შეულობისას ხოჭვის აი პარტნიორთა დახმარება, ძალისხმევა, რჩევებიც იქნება მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი პერიოდია კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მისაღებად. აქ წარმატების ფაქტორი გაქვთ მაღალი და სხვათა სასკოლო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი, საგრძნობლად აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ეს გარეგია თქვენთვის 17-21 თებერვლის დღეები, მაგრამ 17 მაინც გვახტულდეს, რომ მზის დაბნელება, ამიტომ მაინც ცოტა ფრთხილად გავიაროთ. არ ვარგა თქვენთვის 19 თებერვლის დღე და ეს რიცხვიც. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება აშკარად გამოცოცხლებიან მორიელები, ენერგოტონუსი მოიმატებს, უფრო მეტი პოზიტიური მომენტი და შესაძლებლობა იქნება თქვენ ცხოვრებაში და ეს ის პერიოდი, რომ შეობისას უკვე ზოგიერთი თქვენი გეგმების, თქვენი სურვილების რეალიზაციის დრო მოდის, მაგრამ ამასთან ერთად არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება სხვა სახის პრობლემებმა ეჩინონ თავი საყოფაცხოვრებო პრობლემებმა სახლში. ამისთვისაც იღავით მზად. აი შეიძლება სარიცხი მანქანა გაფუჭდეს, ტელევიზორი, კომპიუტერი და ამის ასე ვთქვათ გაკეთების, მოწესრიგების მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. ზოგიერთ შეიძლება მოხდეს ახალ ბინაში გადასვლა, ან რაღაც რემონტის ასე ვთქვათ ჩატარება და ასე შემო. აი ესეთი ტენდენციებიც მოსაუბრელია, ამიტომ იღავით მზად, დადებით ტენდენციებიც არის და აი ესეთი ცოტა მოულოდნელი საყოფაცხოვრებო პრობლემებიც შეიძლება ასევე დროდადრო იჩენდეს თავს. ეს გარეგია თქვენთვის 18-22 თებერვლის დღეები რიცხვები და არ ვარგა 20 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნები საკმაოდ კარგად ცნობენ თავს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციურად სტაბილურია ეს ნიშანი, პოზიტიური პერიოდია. და აღნიშნოთ, რომ აქ შეიძლება გავლენიანი ფარველები გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან მათ შორის თქვენს მიზნებში, საქმეებში, ფინანსურადაც კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში თუ კარგად იქნება მომიფიქრებული, ზოგიერთ თქვენი სარისკო მოქმედებაც იქნება გამართლებული და აღნიშნოთ ასევე ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ მაინც ფსიქოემოციურ მდგომარეობას. არ იყავით ზედმეტად სულსწრაფი, სარკასტული, რაც ცოტა გააფუჭებს ურთიერთობებს. აი ამას მიაქცევთ ცოტა მეტი ყურადღება. სამაგეროდ პერიოდი კარგია სწავლისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, მოლაპარაკებებისთვის, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი მეტად ნაყოფიერი, ამიტომ აქტიური მოქმედება ასევე გვაძლევს შესაბამის მატერიალურ დივიდენდებსაც. ეს გარეგია თქვენთვის პერიოდი 17 თებერვლისა, მაგრამ მაინც ეს დღე გახსოვდეთ, რომ არის მზის დაბნელებასთან დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით თქვენ უკეთესად გაევლით მას, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სკივა და ამ დღეს მაინც ცოტა ფრთხილად ვიყოთ. და არ ვარგა 19 თებერვლის დღე და ეს რიცხვები. აი დანარჩენი დღეები ჯობია უფრო მეტად გამოიყენოთ. რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების, პროექტებისა და მოლაპარაკებებისთვის. რაც შეეხება თხისკას, თხისკა აშკარად გამოცოცხლდება ამ პერიოდში უფრო სტაბილური პერიოდია, მათ შორის ფინანსური კუთხით, მაგრამ ჯერ ნუ გარისკავთ, აი ზედმეტი კაპიტალ დაბანდებები, ზედმეტი ინვესტიციები, ჯერ არა, მეტუმეტეს ოდნავ თუ რაღაც საეჭვო პროექტებია, არა, სხვილ საყიდლებს აქაც ჯობია თავი დავანებოთ. იმიტომ რომ თქვენ სხვა შორის სურვილები და მიზნები შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ამ პერიოდში. და აქედან გამომდინარე, რომ ამას შეიძლება არ მოგიტანოთ ის კმაყოფილება მოქმედებისგან, რასაც თქვენ ელოდებით. ამასთან ერთად, ეს პერიოდი აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რაც უფრო მეტად დადებით განწყობას შექმნის თქვენ ცხოვრებაში. ყველას კარგია თქვენთვის 16-22 თებერვლის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 20 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და 17-იც რომ ფრთხილად უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ იგი მზის დაბნელებას უკავშირდება, იმედია რომ ეს გახსოვთ. მერწყულებს რაც შეეხება ძალიან კარგი პერიოდია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, წარმატებულია, შანსები, პერსპექტივები აქვს მაღალი, ენერგოტონუსი მაღალი, ფსიქოემოციური სტაბილურობა სათვალთვალო დონეზე ძალიან საინტერესო პერსპექტიული წინადადების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ იღბლიანობაც მატლოს, მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი, მაგრამ ზედმეტად სარისკო მოქმედებებში ჯობია აქ თავი ავარიდოთ. და ისეთ საქმეებში არ ჩაერთვათ, რომელიც მე აღმოჩნდება ფრიად საეჭვო,
ამის ტენდენციაც არის ნუჩქარობთ მათ შორის მაგალითად საყიდლების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, 7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ. მაშინ თქვენი მოქმედება იქნება უფრო სწორი და უფრო წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 16-21 თებერვლის დღეები რიცხვები და აღარგად 18 თებერვლის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზებს, თევზები შედარებით გამოცოცხლებიან ამ პერიოდში, რომ მეტი კარგი პოზიტიური სიტუაციები წარმოიქმნება, ნელ-ნელა მატლობს თქვენი ერგოტონუსი, უმჯობესდება რაღაც განწყობა, ეს ტენდენციების თვალსაცემი იქნება, ამიტომ საქმიანი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობები იქნება გაცილებით მეტი. ამასთან ერთად კოლექტიური ძალისხმევა, პარტნიორული თანამშრომლობა არ იქნება ეფექტური, ამიტომ ამას ჯობია თავი ავარიდოთ. მაინც გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სასიკეთო ცვლილებები არის, იმიტომ რომ ზე გადადის უკვე 18-ში თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და აქ ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება, განწყობას და უკვე პოზიტიური შანსებიც იქნება, მაგრამ ჯერ არ ძინავთ ფარულ მტრებს. ჯორები, ინტრიგები და მოშორნეები თქვენ ზურს უკან ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ, ამიტომ ენას გვილი დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავი და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო სტაბილური. და ყველას კარგია თქვენთვის 19-22 თებერვლის დღეები და არ ვარგა 17-20 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები. თუმცა უკვე 18 რიცხვიდან ნელ-ნელა მოდის თქვენი დრო. ზე რადგან გადმოვიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ეს ნიშნავს, რომ თანდათან თევზები გახდება მთავარი ფავორიტი და ყველაზე წარმატებული ნიშანი უახლოეს ერთ თვეში. ამ ინფორმაციით საუბრით სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ცხენის წელიწადის შემოსვლა აღმოსავლური თვარის კალენდრით ახალი წლის დაწყება, გისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, სიხარული, სიყვარული და დიდი წარმატებები. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.